რადგან ჩვენ ახლა სიონის მთის ზედა ნაწილში ვიმყოფებით, მინდა ქართველთა ისტორიის შესახებ მოგითხროთ, რომელიც უშუალოდ ამ მთას უკავშირდება. სიონის მთა საკმაოდ ფართო გაგება აქვს, ასე ვთქვათ. დღეს სიონის მთას აი ამ მონაკვეთს უწოდებენ, თუმცა ზოგადად იაფოს კარიბჭის ზედა ნაწილსაც უწოდებდნენ ადრე სიონს. ჩვენ ისტორიაში ვიცით, რომ რამოდენიმე მონასტერი იყო სიონის მთაზე და მის მახლობლად. თუმცა დღესდღეობით სხვადასხვა მეცნიერი სხვადასხვანაირ იდენტიფიცირებას ახდენს ამ ძეგლისას, ან საერთოდაც ვერ ახდენს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გარკვეული სურათი გვქონდა მე და გიორგის თუ რა მონასტრები არსებობდა სიონის მთაზე და დღეს რომელი ეკლესიები არსებობს აქ, რომელსაც აქვს ბიზანტიური საფუძველი, სადაც შემორჩენილია ბიზანტიური მოზაიკა, გარკვეულწილად მე ვფიქრობ და იმ პრინციპებიდან გამომდინარე, ანუ მოღვაწეობას უნდა იცნობდა ქართველებისას. საერთო სურათი უნდა იცოდე ქართველების მოღვაწეობისა, რომ სწორი ისტორიული ანალიზი გააკეთო და უკვე კონკრეტულ ძეგლს მიაგნო. და ამ დაკვირვებით ჩვენ გარკვეული მიგნებები გვაქვს, თუ სად შეიძლებოდა ყოფილიყო ამ მონასტრების არსებობა. ამას უნდა დაემატოს ის გარემოებაც, რომ მაგალითად სულ ახლახანს ისრაელებმა არქეოლოგებმა სიონის მთაზე ცოტა სხვა მხარეს დაკეტილია ხა ის ტერიტორია და სანახავიც მართალი გითხრათ არაფერია, რადგან ტრაქტორით კვლავ მიწა მიაყარეს იმ ადგილს, კონსერვაცია მოხდა და ხა ჩვეულებრივ მოსწორებული ადგილია. ახლახანს მიაკვლიეს ქართულ მოზაიკას. ცხადია, როდესაც ჩნდება ქართული მოზაიკა, ეს არც მაღაზიის არის, არც რაიმე საწარმოსი და არც სასტუმრო სახლის. პირდაპირ უნდა ივარაუდო, რომ როდესაც ჩნდება მოზაიკა, მით უმეტეს ქართული, იქ კიდევ რაღაც უცნობი მონასტრის კვალია, ანუ ნამონასტრალია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ მაინც მიკვლეულია აქ, ძალიან ბევრია ისევ მისაკვლევი, ჩასატარებელი არქეოლოგიური გათხრები, ადგილობრივი მეცნიერები, როდესაც რამე მშენებლობა იწყება, ატარებენ კვლევებს, ამას სამაშველო გათხრებს უწოდებენ ხოლმე, ასე იქნა ნაპოვნი უმლეიზონში სრულიად უნიკალური საქართველოს ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი წარწერაც, რომელიც უბრალოდ ერთ-ერთი არაბი ოჯახის ეზოში აღმოჩნდა. ნამონასტრალი უზარმაზარი აკლდამა და რაც მთავარია წარწერა, რომელიც საქართველოს ისტორიას მთლიანად ცვლის. ამ წარწერაზე ცოტა მოგვიანებით უფრო სრულყოფილად ვისაუბრებთ და დღეს რეალურად სანახავი ძალიან ცოტა დარჩა სიონის მთაზე ქართული კვალისა. მაგრამ გარდა ქართული კვალისა, ჩვენ გვინდა ზოგადად სიონის მთისთვის ძალიან საინტერესო ადგილები გაჩვენოთ. მოდით ახლა გავიდეთ აქედან და მიუახლოვდეთ დავითის საფლავის შენობას. ეს შენობა არის საკმაოდ დიდი მოცულობის, იქ არის მეჩეთიც, ის არის ჯვაროსნების პერიოდშიც, ჯვაროსნებისა იყო. დღეს დავითის საფლავზე ებრაელებიც ლოცულობენ, ცხადია მიდიან ქრისტიანებიც, იმიტომ რომ იქ არსებობს ადგილი, რომელსაც საიდუმლო სერობის დარბაზი ჰქვია. ანუ ეს ერთგვარი გადაკვეთის წერტილია სამივე რელიგიის. თუმცა, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, იერუსალიმში შეიძლება მოხდეს ყველაფერი. ეს უზარმაზარი შენობა. ეს არის ძალიან დიდი მასშტაბის შენობა, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, კონკრეტულად არავის არ ეკუთვნის. დღემდე სასამართლო დავა მიდის ამ შენობაზე და პრაქტიკულად როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, აი ამ ხელა ისტორიის და კულტურის ის მნიშვნელოვანი შენობა დღესდღეობით არავის აკუთრება არ არის და აი ესე რაღაცა გარკვეული ნაწილები აქვს დაკავებული სხვადასხვა რელიგიებსა თუ კონფესიებს. ჩვენ მოდით ახლა შევიდეთ საიდუმლო სერობის დარბაზში და მე თქვენ გაჩვენებთ ერთ სვეტს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც თითქმის არავინ არ იცის. მაგრამ მე ეს სვეტი აუცილებლად უნდა გაჩვენოთ. აი ხა გავდივართ ჩვენ აი იმ დიდ კომპლექსში, რომელსაც ზოგადად უწოდებენ, აქ ზოგადი სახელები აქვს
ადგილებს, იქით არის დორმიციონი, აი ამ ყველაფერს ეძახიან დავითის საფლავს ან საიდუმლო სერობის ადგილს. თუმცა ეს საკმაოდ მასშტაბური შენობაა, უამრავი, როგორც ხედავთ. აი ესეთია. აი ეს კაპიტელი. ალბათ ეხლა თქვენც ვერაფერი შენიშნეთ, როგორც აი მათ. ამ კაპიტელზე ძნელად იკითხება ფორმები, თუმცა იკითხება, რომ ორი ფრინველია, რომელიც რაღაცას ძიძგნის. ანუ ისიც ფრინველია, რომლის ხორცსაც ჭამენ. ეს გარკვეულწილად გამოსახავს ასეთ ჩვენ მთავარ მომენტს სახარებისას, როდესაც მაცხოვარი ჩვენ თავის სისხლსა და ხორცს გვაძლევს საზიარებლად, ხო? სახარებაში არის შესაბამისი ტექსტით, როცა უფალი მიმართავს თავის მოწაფეებს. და რატომ არის აქ ფრინველი? როგორც აღმოჩნდა, ვარხვი არის ერთადერთი ფრინველი, რომელიც როდესაც ხედავს, რომ საჭმელი არ აქვს თავისი შვილებისთვის დასაპურებლად, თავის პატარა ბარტყების დასაპურებლად, შეუძლია, რომ ტანზე ხორცი მოიგლიჯოს და თავისი ხორცით გამოკვებოს და გადაარჩინოს ბარტყები. როგორც ამბობენ, ერთადერთი ფრინველი ასეთი არის ვარხვი. და სწორედ აი აქ ხედავთ თქვენ გამოსახულება, სადაც შუაში არის დედა ვარხვი. გვერდზე პატარა ბარტყები არიან, რომელიც საკუთარი დედის ხორცით იკვებებიან. აი ეს სახარებისეული იდეა, ზიარების იდეა იმისა, რომ ჩვენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვიღებთ ზიარების დროს, არის გამოსახული ამ პატარა სვეტზე და ეს აუცილებლად გვინდოდა რომ გვეჩვენებინა, იმიტომ რომ მსგავს ვერსად ვერ ნახავთ ნამდვილად, აქ კი არის შეიძლება მსოფლიოშიც და არის კიდევ მეორე მომენტიც, იცით რომ ამ დარბაზში ერთადერთი კაპიტელია ასეთი, ეს სხვები ასეთი არ არის. ეს ერთადერთი კაპიტელია, ზოგადად იერუსალიმში ერთადერთი კაპიტელია და ჩემთვის ვფიქრობ ხოლმე, როდესაც მას უყურებ, რომ აი ამის ავტორს, რომელმაც ეს პატარა კაპიტელი თავის ხელით გააკეთა, რამხელა იდეა ჰქონდა აი ამ სახარებისეული ამბის გადმოცემისა, ჩვენი მარადიული სიცოცხლის სიმბოლოს გამოსახვისა, რომ მან აი ეს ყველაფერი ერთად დაალაგა და აი ასეთი გამოსახულება შემოგთავაზა. ვარხვი თავისი ბარტყებით, რომელიც საკუთარ ხორცს აჭმევს შვილებს, რათა ისინი გადარჩნენ.